მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მშვიდობა მოგმადლოთ ღმერთმა. დღეს შევეხებით კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, საქმე ეხება ადამიანის პირველქმნელი ცოდვისაგან გამოწვეულ მდგომარეობას, რა მოიტანა ამ პირველქმნელმა ცოდვამ, როგორია მისი რეალური სახე დაცემის შემდეგ და აქედან გამომდინარე, როგორ უნდა გავიაზროთ მთლიანად ეს კონცეპტუალურად, როგორც სასულიერი ცხოვრების წესის მიხედვით, ისე საღვთისმეტყველო კუთხითაც, რამდენად დიდი კვალი დატოვა ამ ყოველივემ და როგორ შეიძლება მისი ინტერპრეტაცია მოხდეს არამართებული გზით. საამისო ჩვენ დავიხმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და შევეცდებით მცირეოდენი კომენტარებიც გავაკეთოთ, სადაც ღვთაებრივი პავლე არაჩვეულებრივად განმარტავს ამ საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეპისტოლეების შინაარსი ფაქტობრივად არის ის, რომ ადამიანი კაცობრივი ბუნებით და გარდაუვალად დაცემულია და რომ არა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა და ზოგადად განკაცება და აღდგომა და შემდეგ უკვე ადამიანის მთლიანი გამოსყიდვა, ხომ? წარმოუდგენელი იყო ადამიანის ცხონება. და არის კიდევ ისეთი შეხედულებები, მათ შორის ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული, რომელიც ამ კონცეპტუალურ საფუძველს, ასაც ქვია, რომ ადამიანის ცოდვის შედეგად ადამიანი ფაქტიურად დაეცა და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვითარცა იგი ერთი სამისა შეცოდებისაგან ყოველთა კაცთაზე და დასაჯელად იქნა, ეგრეთვე ერთი სამისა სიმართლისათვის ყოველთა კაცთაზე და განსამართლებლად ცხოვრებისა. ანუ არსი არის ძალიან მარტივი ერთი შეხედვით, მაგრამ რატომღაც მისი ინტერპრეტირება თანამედროვე ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრებაში, მით უფრო საღვთისმეტყველო წიაღლებში სხვადასხვა გასაქანი პოვა და ის ჭეშმარიტი ანთროპოლოგია, რაც შემოგთავაზა პავლე მოციქულმა, შემდეგ იგივე გააკეთა არაჩვეულებრივად კართაგენის კრებამ, რომელიც ერთ-ერთი ავტორი შეიძლება ითქვას იყო ნეტარი ავგუსტინე და ზოგადად დიდი წმინდა მამები, რომლებმაც ამ საკითხებში საკვანძო გადატრიალება მოახდინეს, ხომ? იმ წარმართული ზოგადად ცხოვრების წესისა და იმისა, თუ რას ფიქრობდა მაშინდელი საზოგადოება, როგორ განაღვთობდა ის ადამიანს ზოგადად, ხოლო პავლე მოციქულმა და ზოგადად წმინდა წერილმა დაგვანახა ჩვენ, რომ არც თუ ისე კარგები ვართ, რამდენადაც ამას აკეთებდა მაშინდელი წარმართული სამყარო და ეს იდეურად შემოდიოდა მათ შორის ქრისტიანულ წიაღშიც იდგამდა ხესვებს და პელაგიანელობა სწორედ და ორიგენიზმიც სწორედ ამ კუთხით იყო სახიფათო და საშიში, რომ მათ ის ყველაფერი, რაც პავლე მოციქულისეული იყო და სახარებისეული იყო, მახინჯი ინტერპრეტაციებით შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე ვამახვილებთ დღეს ყურადღებას. ნახეთ, ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში იმისა, თუ რაზეც საუბრობთ ჩვენ, ხოლო უკვე თუ რომელი იგი არა მნებავს, მასა ვყოფ და უკვე თუ იგი რომელი მნებავს, მასა ვერ ვიქნ. აც უკვე აღარა მე ვიქნ მას, არამედ რომელი იგი დამკვიდრებულ არ ჩემთანაც ცოდვა. ნახეთ, ფაქტობრივად იმ გარდაუვალობაზე საუბრობს, რომელიც ადამიანს აქვს, ანუ არ ნებავს ცოდვის ჩადენა, მაგრამ მაინც ყოფს. ნახეთ, და აღარა მე ვიქნა ამას, არამედ რომელი დამკვიდრებულ არ ჩემთანაც ცოდვა. ანუ ეს ცოდვის გარდაუვალობა აქ მკაფიოდ ჩანს, შემდეგ კიდევ ნახოთ მოდით ერთი ადგილი, რამე თუ ზრახვა იგი ხორცთა იმტკერობა იარს ღვთისა, რამე თუ სჯულსა მასა ღვთისასა, ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალუც. გესმით? ანუ ვერ ძალუც ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეუძლია ადამიანს არ სცოდოს. ნახეთ, მათში მოქმედი ცოდვის კანონის გამო
რომელზეც პავლე მოციქული ამახვილებს ყურადღებას. რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი? და იმიტომ ძმაო და რომ დღეს თანამედროვე ადამიანს გონია რომ რაღაცა თავისი ზრახვებით, თავისი შრომით, თავისი მონდომებით შეუძლია რაღაცის შეცვლა. ეს ასე არის. შეცვლის ავტორი ჩვენში სულიერი ფერისცვალების ავტორი გახლავთ თავად ღმერთი. ანუ ის მადლი სულიწმინდისა, რომელიც მოქმედებს ადამიანში, მაგრამ ეს მადლი მოქმედებს კონკრეტულად იმ ადამიანებში, ვინც აი ამ გამოსყიდვის მსხვერპლს აღიარებს, ანუ არის მისი ეკლესიის სრულფასოვანი წევრი, ანუ ინათლება სულიწმინდის მადლი ენიჭება ამ ადამიანს და შემდეგ უკვე ამისა ის დაცემული მდგომარეობა, რომელიც პირველქმნელი ადამიანის ცოდვის გამო გარდაუვალად იყო ადამიანში და რომ არა ქრისტეს, როგორც უკვე ვთქვით, სიმართლე ყოველთა კაცთაზე და განსამართლებელად ცხოვრებისა, ეს ყველაფერი იქნებოდა წარმოუდგენელი, თუ არა ქრისტეს განკაცება. შემდეგ ნახეთ, როგორ ამბობს ამას, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, ანუ ცოცხალი, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. ესე იგი, თუ ვამბობთ ჩვენ, რომ ადამიანი არის ცოცხალი, სულიერ სიცოცხლეზე, როცა ადამიანი მადლში იმყოფება, ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ჩვენთან არის ქრისტეო, ჩემთან არის, პავლე ასე ამბობს, ხო? და რომელი ესეაც ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ, ძისა ღვთისათა. ანუ თუ ვარ მე ცოცხალიო, ხო? სარწმუნოებით ვარო და არა ჩემი ზახვებით, ჩემი ძალისხმევით, ჩემი მონდომებით და ასე შემდეგ, ხო? როგორც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანს თვითონ შეუძლია ადამიანს თავის გამოსწორება. ეს ტყუილია. სარწმუნოებით და მადლითა, რითაც პირდაპირ ხაზგასმით ამბობს პავლე მოციქული. ნახეთ კიდევ დამადასტურებელი ამისი, რამე თუ ღმერთი არის, რომელიც შეიქმს თქვენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის. აი კიდევ ერთი უცხადესი მაგალითი, ხო? ამ პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან ნახეთ, ღმერთი იქმს, არა მე ვიქმ, ამას უნდა გაესვას ხაზი. ჩვენთანა ნებასაც, ანუ ჩვენი ნება სინამდვილეში, ამ ნებასაც ღმერთი ქმნის, ანუ კეთილ ნებაზეა. და შეწევნასაც სათნოებების გაკეთებისათვის ამის ავტორიც ღმერთი გახლავთ. და არა, როგორც გითხარით, დაცემული ადამიანი. აი ერთი ადგილი ეპისტოლიდან. ეგრეცა უკვე და ათსა ჟამსა ამასა ნეშტი რჩევითა მადლითა მითა იქმნების. ანუ მადლის მიერ იქმნების, ძმაო ყველაფერი, რაც ჩვენს თავს კარგი ხდება და არა ჩვენი დამსახურების მიხედვით. ანუ რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს. ნახეთ, ესეც რა საინტერესო ადგილია. ანუ რა გაქვს ისეთი კარგი, ხომ, სათნო, რაც არ მიგიღებიეს. ანუ ყველაფერი თუ რამე კარგი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი მიღებული გვაქვს ძმაო სულიწმინდის მადლით და არა ჩვენი დამსახურებით. ხოლო თუ უკვე თუ მიგიღებიეს, ნახეთ, და რადგან მიგიღებიეს და თუ ამას აღიარებ, რომ მიგიღებიეს, რა ისა იქარდი ვითარცა არა მიმღებელსა. ანუ რატო ხარ ესე ქედმაღალი და რატო ტრაბახობ ამითი, რომ თითქოს არ მიგიღებიეს და შენი დამსახურებით გაქვს ესო, გესმით? რაზე ამახვილებს პავლე მოციქული ყურადღებას, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობ პრინციპში, ხომ? ამას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ ამას ვერ გავიაზრებთ ჩვენ, რომ თავად მადლია მოქმედი ჩვენ ცხოვრებაში და არა ჩვენი ძალისხმევა და ის ჩვენი ძალისხმევა მაშინ არის სათნო, როცა ჩვენ ვემორჩილებით ღვთის ნებას, ნახეთ,
სარწმუნოება იყო ნახსენები, ხომ? სარწმუნოებითა ვარო გამართლებული. ამბობს პავლე მოციქული, არა რაღაცებით, რომ მე ასეთი ჭკვიანი ვარ, ან მე ასეთი ნიჭიერი ვარ და მე ასე ეს შემიძლია და ის შემიძლია. ესე არ არის საქმე, ესე არ დგას. კონკრეტულად საქმე დგას ესე და საკითხი ესე დგას, რომ ჩვენ არაფერი არ ვართ, გარდაუვალად ცოდვისკენ მიდრეკილები ვართ, რომ არა მხსნელი სოფლისა ქრისტე, მისი განკაცება, მისი ჯვარცმა აღდგომა და სულწმინდის მოფენა შემდეგ ხომ, ამის გარეშე ადამიანის ცხოვრება და ცხონება იქნებოდა წარმოუდგენელი. და აცა უკვე რაიას ჯული გარდასვლისათვის მიეცა ისო. ანუ ჯულიც რომელიც იყო მოცემული ძმაუნდად ანუ ძველი აღთქმის ხომ ის გარდასვლისათვის ანუ გარდამავალ პერიოდად მიიჩნეოდა და გარდამავალ ეტაპობრივ საფეხურს წარმოადგენდა და არა სრულყოფილ მდგომარეობას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ძველი აღთქმის მართლებიც კი ელოდებოდნენ მესიის განკაცებას და ჯვარცმის შემდეგ აღდგომას, რომლის შემდეგაც მოხდა მათი გამოხსნა, ხომ, ქრისტეს მიერ. და ეს არის ის საკვანძო საკითხები და ჩვენ ამას რატო ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რომ თანამედროვე ცხოვრებაში, როგორც სულიერი თვალსაზრისით, ეს დამახინჯებული ფორმა, რაღაც შემოპარული, ნეოპელაგიური რაღაც აზროვნება, რომ თითქოს და ადამიანი არის სუფთა თავისი ჩანასახში, ეგ არის ტყუილი, არაფერი სუფთა და წმინდა ის არ არის, არამედ დაცემულია და რომ არა კაცობრიობის გამოხსნა ქრისტეს მიერ და სწორედ იმ ნათლისღების შედეგად ადამიანის გამოხსნა, ადამიანის ცხონება ხდება შეუძლებელი და ეს დადასტურდა კიდეც წმინდა წერილში, ვიცი ჩვენ პირდაპირ ეს მუხლები მითითებულია იონეს სახარებაში, ვინც არა მოინათლა წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შეშლად სასუფეველსა ღვთისასა. ეს არის ის ბეჭედი, რომელიც აუცილებელი პირობაა ცხონებისათვის. მაგრამ თანამედროვე როგორც გითხარით, საღვთისმეტყველო ტენდენციებიც ისეთია, რომ ადამიანი არ არის დაზიანებული, მით უფრო ბავშვი და არამედ მერე ზიანდება. ეს ასე არა, ბავშვიც იმთავითვე დაზიანებულია, იმთავითვე მემკვიდრეობითი ცოდვა ყველა ადამიანზე დევს, ეს არის ფაქტი და ეს არის წმინდა წერილის სწავლება, რომელიც დადასტურებულია შემდეგ უკვე ავტორიტეტული კრებების მიერ კართაგენისა და შემდეგ მსოფლიო კრებებმა დაადასტურა ეს ავტორიტეტი, რომ ნათლისღების გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება. ეს ის პირობა არის, რის შედეგადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი იბადება ცოდვით და გამოხსნა მისი ხდება მხოლოდ ქრისტე იესოს მიერ. ეს არის ის საფუძველთა საფუძველი, რომლის გარეშეც სწორი მართებული, მართლმადიდებლური ცხოვრება და საღვთისმეტყველო გააზრებაც კი საკითხისა ხდება შეუძლებელი. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, რომ თითქოს და ადამიანი არ არის დაზიანებული, ხომ? ეს არის ის ნეოპლატონური თუ ნეოორიგენისტური გნებავთ ნეოევაგრისეული სწავლებები, რომლებიც ასევე სამწუხაროდ იყო შემორჩენილი, რაღაცნაირად დამკვიდრებული ისტორიულად ეკლესიის წიაღში, მასთან ეკლესია ბრძოლობდა აი ამ შეხედულებებთან, მაგრამ ეს შეხედულებები საკმაოდ მძლავრად მოქმედებდა საღვთისმეტყველო სკოლებზე და ჩვენ ამას კარგად ხედავთ, როგორც ალექსანდრიის ისე ანტიოქიის სკოლებში თუ რა ხდებოდა, როგორი გავლენები ჰქონდა, ხო, ორიგენეს, თქვა, ევაგრეს თუ გვინდა სხვა ერეტიკოსებს, რატო ხდებოდა ეს, რომ რატო ვერ ახერხებდა ეკლესია დიდი ხნის მანძილზე მათთან გამკლავებას, იმიტომ რომ ეს იმდენად თვისობრივად ბუნებრივი ჩანდა ადამიანისთვის, იმდენად მატყუ არა იყო ეს მდგომარეობა, ხომ? და ამავე დროს იმდენად წარმართული სამყაროდან მყარად მოსდევდა აი ამ ელინურ ცნობიერებას ზოგადად, ხომ? ის კვალი მოყვებოდა და დღესაც მოყვება და სამწუხაროდ ეს
ტენდენციები დღეს უფრო და უფრო გაძლიერდა, ჩვენ ამ საკითხებს კიდე და კიდე შევეხებით, იმიტომ რომ აი ახლა საფუძველია იმის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამან უკვე მოიტანა დიდი სავალალო პრობლემებიც საღვთისმეტყველო კუთხით, იმიტომ რომ უკვე გამოჩნდა ისეთი ღვთისმეტყველებიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ნათლისღების შედეგად ადამიანი მხოლოდ ეკლესიის წევრი ხდება და არანაირი პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლება თურმე არ ხდება. რაც არის ჯერ ერთი წმინდა წერილის უხეში დარღვევა და შემდეგ უკვე მსოფლიო კრებების და ზოგადად პატრისტიკული არსის მთლიანად დამახინჯება, რაც ორივე აი ამ დიდ ფასეულობას, რითაც ადამიანი თავის საღვთისმეტყველო თუ სულიერ ცხოვრებას ალაგებს მართებულად, იწყება უკუღმა მისი გააზრება. ჩვენ კიდე აი ამ ორგვარი მიმართულებიდან, რომელიც წარმოიჭრა სამწუხაროდ და ეკლესიის წიაღში ესე მართლმადიდებლური სწავლების პარალელურად მოყვება თითქოს მისი, მაგრამ სინამდვილეში უნდა გაიმიჯნოს მისგან, იმიტომ რომ ეს ტენდენციები არის მეტად სააკრულად შემოჭრილი ჩვენს წიაღში, აი ამის გაბათილება, ხომ და მართებული პოზიციის დალაგება, ასე ვთქვათ, არც თუ ისე იოლის საკითხი გახლავთ, ეს პრობლემა იყო ოდითგანვე და ამან მოიტანა სწორედ ის მსოფლიო კრებების დადგენილებების, რომლის თანახმადაც უკვე კაფიოდ იქნა დადგენილი, რომ ჩვენ ცოდვით ვიბადებით და ცოდვისაგან და ცოდვის მონობისაგან განთავისუფლება ქრისტეს გარეშე არის შეუძლებელი. ეს არის ის აქსიომა, რომელსაც უნდა იყოს აგებული მთელი ჩვენი საღვთისმეტყველო თუ სულიერი ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოს, სწავლება და კურთხევა არ მოგვაგლოს. ამინ.